ყველა ჩვენ ხوارოთ სოციალურ ქსელებს. და უკვე ექიმებისგანაც წამოვიდეს სპეციალური ხელოვნური ინტელექტზე შეკითხვები, თუმცა შეიძლება არასწორად ინტერპრეტირებული იყოს არასამედიცინო განათლების მქონე ადამიანებისგან და განსაკუთრებით თინეიჯერებისგან. თუ ჩვენ საუბრობთ მე როგორც პედიატრი, ბავშვთა გადაუდებლის სპეციალისტი, ბავშვებზე, თინეიჯერებს აქ ძალიან ადვილი წოდომა ამ ინფორმაციასთან. ეს არის ზედაპირული, ეს არის ძალიან მარტივი და შეიძლება არასწორად იყოს ინტერპრეტირებული რაღაც გარკვეულ კონტექსტში და არ იყოს ეს ერთიანად კლინიკურად შეფასებული. აი თუნდაც სხვადასხვა ქსელებში, TikTok-ზე, Instagram-ზე და სხვადასხვა ქსელებში არის პოპულარული დიაგნოზები, მაგალითად შფოთვის სინდრომი, ჰიპერაქტიულობის სინდრომი, ეგრეთ წოდებული ფოცის სინდრომი, რაც თვითონ აიგივებენ ამ სიმპტომებთან, თუმცა ეს თავისი სიმპტომები ზოგჯერ შეიძლება იყოს რაღაც სხვადასხვა სერიოზული დაავადებების გამოვლენა და არასწორად იყოს შეფასებული და თან არასწორი ინტერპრეტაცია მიდის, რომ ესე იგი მე მაქვს და სხვასაც აქვს. ანუ შესაბამისად ეს არის რაღაცა ერთიანობაში თავისი იდენტობის მოთავსება და ეს არის ძალიან დიდი პრობლემა დღევანდელ დღეს.